ბარიერ გადალახული ორი ოპოზიციური პარტია ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთში დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს. მათი შეფასებით იმედი მიმდინარე პროტესტის დროს განხორციელებულ ძალადობას ამართლებს. პოლიტიკოსების თქმით, აღნიშნული ტელეკომპანია რუსული პროპაგანდის ნაწილია და ძალადობას ახალისებს. ისინი ამბობენ, რომ იმედის მხრიდან ქაოსის წახალისება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაუსჯელი არ დარჩება. წამების არაადამიანური მოპყრობის ქაოსის მთავარი მათენაზე უნდა ვთქვა გამправებელი ამ ქვეყანაში არის ტელეკომპანია იმედი, რომელიც მოქმედებს ისე, როგორც მოქმედებს რუსეთში Russia Today. ჩვენ ყველა ვნახეთ, რომ დიდ ბრიტანეთში დაიწყო გამოძიება ამ პროპაგანდისტული არხის წინააღმდეგ. პენსიონერების მძარცველმა რუხაძემ და ტელეკომპანია იმედმა უნდა იცოდეს, რომ რუსული პროპაგანდა ძალადობის ახალისება არ დარჩება მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნაზე დაუსჯელი. აკეთო პროპაგანდა და დაუმალო სიმართლე საკუთარ მოქალაქეებს იმის შესახებ თუ რა ხდება ქვეყანაში არის იგივე მასშტაბის დანაშაული, როგორიც ადამიანების ქუჩაში ცემა, მათი უკანონო დატყვევება და მათზე ძალადობა. პროპაგანდა და პოლიციური ძალადობა არის ის საყდენი, რაზე დგას ივანიშვილი და ყველას ჩვენი დასავლელი პარტნიორები შესაბამის პასუხს გაცემენ.